მოგესალმებით. შტატების Deep State-ისა და გლობალური ომის პარტიის მიერ ევროკავშირის მართვა მარტივი სქემით არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს. მთელი აზრი სწორედ ის არის, რომ ყველა პროცესი თუ გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირი ან წევრი ქვეყნები იღებენ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებად უნდა ჩანდეს და ეჭვიც კი არ უნდა გაუჩნდეს ვინმეს, რომ ამ გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების უკან კიდევ ვინმე შეიძლება იდგეს. ამისთვის ევროკავშირის სტრუქტურა გენიალურია. ევროკავშირი ხომ გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტია, რომელიც ზესახელმწიფოებრივი და ზეეროვნული სტრუქტურებით იმართება. ევროკავშირს იმდენი სტრუქტურა, საბჭო, სამიტი და სხვადასხვა დონის კომისია აქვს, რომ რიგითი მაყურებელი ჯერ ერთი ბოლომდე ყველას ვერც დაიმახსოვრებს და მეორე არც კი დაუშვებს, რომ ამდენი სტრუქტურა შეიძლება ერთი ცენტრიდან იმართებოდეს. არადა თუ კი ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების გარეგნულ სახეს კი არა, ქმედებებს შევხედავთ და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვას შევეცდებით, ლოგიკური და ახსნადი იქნება, რომ მთლიანობაში ყველა ძირითადი გადაწყვეტილება და პოლიტიკური ნაბიჯი ერთი ცენტრიდან, ვაშინგტონის Deep State-ისა და გლობალური ომის პარტიისგან მიიღება. 28 ნოემბრის შემდეგ ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების კორიანტელი კიდევ ერთხელ ნათლად და მშვენივრად დავინახეთ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან დროებით უარს ეხებოდა, ბუნებრივია ყველამ ძალიან კარგად გაიგო. ევროკავშირშიც ძალიან კარგად იციან თუ რა თქვა პრემიერ-მინისტრმა და ისიც იციან თუ რატომ თქვა. თქვა იმიტომ, რომ სწორედ მათ, ევროკავშირის აგენტოკრატიასა და პოლიტიკურ ელიტას, ევროკრატებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ბერკედი აღარ ქონოდათ. ასევე აღარ განმეორებულიყო ის, რაც კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე მოხდა, შანტაჟის სტატუსით, შემდეგ სტატუსის მოცემაზე უარი და შემდეგ ორგანიზებული აქციები თბილისში, უკრაინული მაიდანის სცენარითა და რევოლუციის მოთხოვნით. ვინაიდან მოცემულობა საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა, ევროკრატებისა და ევროკავშირის აგენტურისთვისაც აუცილებელი გახდა ტაქტიკის შეცვლა, თორემ სტრატეგია იგივეა. ხელისუფლება უნდა გადადგეს, ახალი არჩევნები ჩატარდეს და ქვეყანა გვარამია, მელია, ვაშაძე, ბოკუჩავამ მართონ. ტაქტიკის ცვლილებაში კი სანქციების საკითხი გახდა აქტუალური. ოღონდ არც ეს არის ადვილი. ერთია რომ სანქციების დაწესება Deep State-ისა და გლობალური ომის პარტიისთვის მშვენიერი ვარიანტია, მაგრამ მეორეა რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ არსებობენ სუვერენული ქვეყნები და საკუთარი თუ ევროკავშირის პოლიტიკური იმიჯის ასე გათელვა და დამცირება ნამდვილად არ სურთ. ამ ქვეყნებში მხოლოდ სლოვაკეთსა და უნგრეთს არ გულისხმობთ. უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ისედაც ღიად აცხადებენ, რომ სანქციების საკითხი თუ დადგება, მას ვეტოს დაადებენ. ავსტრიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იმავე აზრზე არიან, რომ არ შეიძლება სანქციები დაწესდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირში არჩევნების შედეგები არ მოსწონთ. მით უმეტეს, არჩევნების გაყალბების არანაირი არგუმენტი არ არსებობს. სხვათა შორის გაჟონვაზე ყბადაღებული წუწუნიც დასრულდა. მით უმეტეს, ეს გაჟონვის არგუმენტი რადიკალურმა ოპოზიციამ ქვეყნის შიდა სეგმენტზე გათვალა, თორემ ამის თქმა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებისთვის სასაცილო იქნებოდა და მეტი არაფერი. ამიტომაც იყო, რომ გაჟონვა გამოჟონვის შესახებ მხოლოდ აქაური რადიკალები გაიძახოდნენ. ამით პრაქტიკულად დასრულებულია საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის ერთიანი სანქციების დაწესების საკითხი, მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს Deep State-ისა და გლობალური ომის პარტიისთვის. ეს გამოსავალია ის პატარა ევროპული ქვეყნები, რომლებიც მთლიანად არიან პროამერიკული პოლიტიკის გამტარებლები ნებისმიერ საკითხთან მიმართებით და გლობალისტურ და ნეოლიბერალურ პოლიტიკასაც გულდასმით მიჰყვებიან. ასეთები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, პროამერიკული პოლიტიკის ღია გამტარებლები. იქნება ეს უკრაინასთან ომი, რუსეთთან მიმართებით პოლიტიკა თუ საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები. ყველას გახსოვთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით ყველაზე რადიკალური პოზიციები პოლონეთთან ერთად ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჰქონდათ და აქვთ, მაგრამ ახლა ეს თემა შორს აგვიყვანს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როგორც კი ევროკავშირის ერთიანი სანქციების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა, ესტონეთმა და ლიეტუვამ მოინდომეს სანქციების დაწესება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს სანქციები დააწესეს კიდეც. ბუნებრივია და მარტივი დასანახია, რომ ამ ორი ქვეყნის სანქციები ისევ და ისევ რადიკალური ოპოზიციისთვის არის მაშველი რგოლი, რომ როგორმე ჩამქრალი რადიკალური მუხტი ცოტათი მაინც გაზარდონ და ცხოველთა უფლებების დამცველებისა და მეზობლების კომიკური მარშების ნაცვლად მათი სცენარით უფრო მასშტაბური აქციები მივიღოთ. მაგრამ ასე არ ხდება. ისედაც ყველა ხედავს თუ რა დონის ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი სანქციებთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ არ შეეგუებოდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობასა და ჩაგვრას. სწორედ აქ ჩანს ორმაგი სტანდარტები. ბალტიისპირეთის ქვეყნებში, როგორც ჩანს, მშვიდობიან პროტესტად ითვლება პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდება, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, პეტარდებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება, პარლამენტის შტურმი, პარლამენტში ხანძრის გაჩენის მცდელობა, ეკლესიაში მივარდნები და სასულიერო პირების შეურაცხყოფის მცდელობა, ქუჩაში შვილთან ერთად მდგომი დედის მხოლოდ იმის გამო გაკიცხვა და შეურაცხყოფა, რომ მათ აზრს არ იზიარებენ. აქციებზე რომ 150 პოლიციელი არის დაშავებული, ზოგს კი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა და ზოგს ძლიერი დამწრობები აქვთ, ეთყობა ასეთ შედეგსაც მშვიდობიან აქციად შეაფასებდნენ. ბალტიისპირეთში რომ ყოფილიყო ასეთი შედეგი. რეალურად, სწორედ ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ქმედებებს უჭერენ მხარს და ახალისებენ ბალტიისპირეთის ქვეყნები სანქციების დაწესებით. ბალტიისპირული სანქციების შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ბალტიის ქვეყნები სანქციების ენაზე გადავიდნენ. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეზღუდვები დააწესეს. მიზეზები სოციალურ ქსელ X-ზე ჩამოთვალეს. ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ შემოიღონ ეროვნული სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ჩაახშო ლეგიტიმური პროტესტი საქართველოში. ჩვენს ქვეყნებში არ მიესალმებიან მათ, ვინც არღვევს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს. რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი ყურადღება სიტყვა სანქციამ მიიპყრო. მაგრამ სინამდვილეში საინტერესოა, რომ ბალტიის სამი ქვეყანა სანქციებს, ეგრეთ წოდებული გაყალბებული არჩევნების გამო კი არ აწესებს, თუმცა ქართული ოპოზიციის ნარატივს ეთანხმება. ან ევროპული კურსიდან გადასვლას კი არ გვედავება, თუმცა ასეთი რიტორიკით თავადაც გამოდის. არამედ აქციების ჩახშობა აღელვებს. აი ამ აქციებს. სამართალდამცავებს ქვებსა და მოლოტოვის კოქტეილებს რომ ესვრიან, პარლამენტის შენობას ცეცხლს რომ უკიდებენ, ფანჯრებს რომ ამსხვრევენ და ბარიკადებს აწყობენ, ლეგიტიმური ყოფილა და სახელმწიფო შენობის დაცვა აგრესიული მომიტინგეებისგან დემოკრატიის შებილწვა. და მაშინ რას შეიძლება მივაწეროთ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე მათი დუმილი. სააკაშვილის ძალოვანები პარლამენტის წინ მაშინ გამოჩნდნენ, როცა აქციის მონაწილეებს ჯერ კიდევ ეძინათ. პირველად მძინარე აქცია დაარბიეს. შემდეგ ხალხს ხელკეტებით სდიეს, ხუთავი აირი გამოიყენეს, დაცემულ მომიტინგეებს ფეხებით შედგნენ, რიყეზე ჩაყვნენ და მშვიდობიან ხალხს. ხელში მოლოტოვის კოქტეილი კი არა ჯოხის რომ არ ეჭირათ, გადაუარეს. პოლიტიკოსები გაიტაცეს, ბევრი მათგანი დაასახიჭრეს. შემდეგ კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანია იმედში შევარდნენ. ეთერი გათიშეს, ჟურნალისტები სცემეს. 2011 წლის 26 მაისს აქციის მონაწილეებს არ ეძინათ. მაგრამ მშვიდობიანად ერთ ადგილას ისხდნენ. არც პარლამენტს დასხმიან თავს და არც ძალოვანების წინააღმდეგ გაწეულან. თუმცა წყლის ჭავლით, ხუთავი აირითა და რეზინის ტყუებით დაარბიეს. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. დაზარალებულთა შორის ჟურნალისტებიც იყვნენ. მოგვიანებით რადიო თავისუფლებას ნეტგაზეთის ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი მოუყვება, როგორ შემოარტყა ალყა 10-მდე სპეცრაზმელმა და მძიმედ გაუსწორდნენ. იყო კვამლი, ისროდნენ რეზინის ტყუებს. დავიწყე ყვირილი, ჟურნალისტი ვარ და გამიშვით მეთქი, მაგრამ ჩემმა ყვირილმა არ გაჭრა. ალყა შემომარტყა 10-მდე სპეცრაზმელმა და დამიწყეს ცემა. სააკაშვილის დროს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან. რეზინის ტყუებითა და მხუთავი გაზით არბევენ. ახლა კი ჩვენ ცეცხლში გახვეული რუსთაველი და პარლამენტის შენობა ვნახეთ. ძალოვანები იძულებულნი გახდნენ აგრესიული მომიტინგეები მოეგერიებინათ. მაგრამ სიტყვა სანქცია ან დიპლომატიური შეშფოთებაც კი რიგიდან, ტალინიდან ან ვილნიუსიდან არ მოგვისმენია. მეტიც მალევე სააკაშვილს ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება დიდი სიხარულით მიულოცეს. ის კი უკვე მთლიანად აკონტროლებდა სასამართლო სისტემას, ცესკოს, ყველა მედია საშუალებას, ყველა ბიზნეს და ყველა ადმინისტრაციულ რესურსს. ოპოზიციური განწყობის ან შეხედულების დაფიქსირება უმუშევრობას ან პატიმრობას ნიშნავდა. მაგრამ ბალტიის ქვეყნებიდან მხოლოდ აღფრთოვანებული ოვაციები გვესმოდა. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა. საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. მეორე დღის დილას კი სააკაშვილი უკვე მილოცვებს იღებს. ესტონეთი ერთ-ერთი პირველია. პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი ბედნიერია. სატელეფონო საუბარი ესტონური მხარის ინიციატივით შედგა. სააკაშვილის შტაბში აცხადებენ, რომ ილვესმა მიულოცა სააკაშვილს გამარჯვება და წარმატებები უსურვა ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. ლატვიის პრეზიდენტმა ჯერ მილოცვა შორიდან გვიდეპეშა. შემდეგ ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ვალდის ზატლერსმა თქვა, რომ ლატვია მზად არის რჩევები მისცეს საქართველოს და დახმარების ხელი გაუწოდოს. ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ის მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ და ისეთი რჩევები მივცეთ, რომლებიც არსებითად შეუწყობს ხელს საქართველოს სრულყოფილ ჩართვას დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში. სრულყოფილი ჩართვა ევროპულ ოჯახში პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვას ნიშნავს. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილოს და ევროინტეგრაციის პროცესში წარმატებული იყოს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს თანამედროვე ელექტრონული მეთოდით ატარებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია EUTO-ODIHR მეორე დღეს წინასწარ დასკვნას აქვეყნებს. არჩევნების შედეგებს აღიარებს და ამბობს, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია მუშაობას შეუდგეს. თუმცა ბალტიის ქვეყნებმა ქართული ოცნების გამარჯვება არ აღიარეს. ზოგისგან დუმილი მოვისმინეთ. ზოგისგან კრიტიკული შეფასებები გავიგეთ. და აქ ჩნდება მთავარი კითხვა. რატომ იყო ნაციონალური მოძრაობა მათთვის მისაღები? ქართული ოცნება კი მიუღებელი. საქმე თუ დემოკრატიას და ევროინტეგრაციას ეხება, მაშინ პირიქით უნდა იყოს. ევროინტეგრაციის პროცესი ხომ სწორედ ქართული ოცნების მმართველობის დროს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით დაიწყო. ვიზა ლიბერალიზაციით გაგრძელდა და მხოლოდ წინ მიდის. მაშინ როცა სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში ქვეყნის სინგაპურიზაციაზე დაიწყო საუბარი. სინგაპურში კი სიტყვა დემოკრატიის თქმაც კი დასჯადია და რამდენიმე წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ბალტიის ქვეყნებს არც საქართველოს სინგაპურიზაციაზე ჰქონიათ რეაქცია. სანქცია ან კრიტიკა კი არა, მათგან შენიშვნაც კი არ მოგვისმენია. გამოდის მათი კმაყოფილების საზომი დემოკრატია და რეფორმები არ არის. მხოლოდ ეს შედარება კარგად გამოხატავს, რამდენად ვერ ეგუებიან ეს ქვეყნები ქართული ოცნების მმართველობას საქართველოში. იმდენად არ აწყობთ, რომ უკიდურეს ზომებსაც კი მიმართეს. სანქციები დააწესეს. მაგრამ რატომ? ამ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, ჯერ კონტექსტი უნდა ვნახოთ. საქართველოში სწამთ, რომ ბალტიის ქვეყნებს ნატოს ქოლ გაიცავს. მაგრამ ვნახოთ, ეს უფრო მითია თუ რეალობა. 2005 წელს კალინინგრადის რეგიონში დისლოცირებული რუსული Su-27 ლიტვის საჰაერო სივრცეში შევიდა და ნატოს წევრი ქვეყნის საზე 30 წუთი იფრინა. შემდეგ აფეთქდა. პილოტი გადარჩა. მხოლოდ ამის შემდეგ აფრინდნენ ნატოს გამანადგურებლები. და ეს ყველაფერი არ არის. ალიანსმა ეს ინციდენტი ნატოს კი არ დაუკავშირა და საპასუხოდ უსაფრთხოების ქოლგა კი არ გაშალა. საქმის გამოძიებაშიც კი არ ჩაერთო. მშვიდად განაცხადა, რომ შემთხვევა მხოლოდ რუსეთს და ლიტვას ეხება. ბალტიის ქვეყნებმა კარგად იციან, რომ დიდი კონფლიქტის შემთხვევაში ისინი ნატოსთვის ბუფერულ ზონად გადაიქცევიან და გამანადგურებელი ცეცხლის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. ამიტომაც სანამ ისინი იქცევიან ბუფერად, მათ თავად უნდა შექმნან ასეთი ბუფერული ზონა სადმე სხვაგან. რუსეთის და ნატოს შეჯახების შემთხვევაში კატასტროფული დარტყმა შორს რომ გადაიტანონ. მაგალითად საქართველოში, მაგალითად უკრაინაში. რატომ უნდა გაიჭყლიტონ ბალტიის ქვეყნები? რატომ უნდა განიცადონ ომით გამოწვეული ტრაგედია და ნგრევა ამ ქვეყნების ხალხებმა, როცა არსებობენ ქართველები? მიხეილ სააკაშვილმა კი სასარგებლო იდიოტის როლი სიამოვნებით ითამაშა. მათ იციან, რომ ომი და დიდი შეტაკება გარდაუვალია. ბალტიისპირეთის ახალი პოლიტიკური ელიტა კარგად იცნობს ვაშინგტონის კულისებს, რადგანაც სამივე ქვეყნის პრეზიდენტი ამერიკელი ემიგრანტი იყო. ემიგრაციიდან ლიტვაში დაბრუნდა ვალდას ადამკუსი და პრეზიდენტი გახდა. ემიგრაციიდან ლატვიაში დაბრუნდა ვაირა ვიკე-ფრაიბერგა და პრეზიდენტი გახდა. ემიგრაციიდან ესტონეთში დაბრუნდა თომას ჰენდრიკ ილვესი და პრეზიდენტი გახდა. თუ ძველი ელიტისთვის ნატო მითიური გმირი იყო, რომელიც არავის აპატიებდა საკუთარი წევრების შეურაცხყოფასაც კი, ახალმა ელიტამ იცის, რომ ალიანსი სერიოზული გამოწვევაც არის, რადგანაც ისინი ამერიკის მოწინააღმდეგეთა სამიზნეც არიან. ეს კი სახიფათო მომენტია. ამიტომაც ყოველთვის ცდილობენ პრაგმატული პოლიტიკა გაატარონ. კრიტიკულები არიან, თუმცა მოსკოვს პოლიტიკურ დუელშიც არ იწვევენ. ესმით, რომ დიდი დაპირისპირებისთვის საკმაოდ პატარები არიან. ესმით, რომ ომი არ სჭირდებათ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა უკეთესია. ამიტომაც მაშინვე ქმნიან ბუფერულ ზონას. საქართველოს ამ როლზე დამტკიცება არ გაუჭირდებათ. საქართველო იდეალური მსხვერპლი იყო, ოკუპირებული ტერიტორიების გამო. ყველაზე პერსპექტიულად მაშინ სწორედ თბილისი გამოიყურებოდა. აქ ხომ ვარდების რევოლუცია ენთო. რევოლუციას მხარი დაუჭირეს. სააკაშვილს ტაში დაუკრეს და რუსეთს ცეცხლი აქედან გაუხსნეს. რუსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობები წლიდან წლამდე სულ უფრო ფუჭდება და კრიტიკული ხდება. ნებისმიერი ანტირუსული ინიციატივა ბალტიის ქვეყნებისთვის მისაღები ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, რა ეფექტი ან შედეგი ექნება ამ ნაბიჯებს საქართველოსთვის. ეს არც სააკაშვილს აინტერესებს. მისთვის მთავარია პედესტალზე იდგეს და ტაშისა და ოვაციების ხმაური ესმოდეს.
საინტერესოა, რომ 2004-2007 წლებში პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის, რესპუბლიკას ლიდერი და ესტონეთის ყოფილი პრემიერი მარტ ლაარი ხდება. რუსეთთან ურთიერთობები კი უკიდურესად მძიმდება. ელექტრომატარებლებზე ფასი 5-ჯერ გაიზრდება. ქართულ პროდუქტებზე ემბარგო დაწესდება. ღვინის იმპორტი აიკრძალება. არადა ოფიციალური მონაცემებით 2005 წელს ღვინის ექსპორტი საქართველოს მთლიანი ექსპორტის 10%-ს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველოსთვის ღვინის ექსპორტი 10-ჯერ უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე საფრანგეთისთვის ან იტალიისთვის. ღვინის ემბარგოს დაწესებიდან 2 თვეში კრემლმა მინერალური წყლების 2 ქართულ ბრენდსაც აუკრძალა პროდუქციის რუსეთში შეტანა. 2006 წელს რუსეთი ქართველების დეპორტაციაზე გადავა. გამოძევებული ქართველები რუსულ სატვირთო თვითმფრინავებში შერეკეს და საქართველოში გადმოაფრინეს. მიგრანტებზე განხორციელებული რეიდების შედეგად 3 ქართველი დაიღუპა. 8 თვის ფეხმძიმე ქალს კი მუცელი მოეშალა. ასე უპასუხა მოსკოვმა ჯაშუშების სკანდალს. მაშინ საქართველომ რუსეთის 4 ჯაშუში დააკავა და რუსეთს საერთაშორისო დაღიარებული და დაწესებული ნორმების ყველა დარღვევით გადასცა. შემდეგ იყო სატრანსპორტო სანქციები. რუსეთმა ფრენები აკრძალა. ბაზარი დახურა. პარალელურად ომის რიტორიკა მატულობს. საქართველოს მილიტარიზაციის პოლიტიკას აძლიერებს. 2008 წელს კი ომი იწყება. რა ხდება ამ დროს თავად ბალტიის ქვეყნებში? ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია რუსეთთან მშვიდად ავითარებენ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. ციფრების მიხედვით მათ რუსეთთან უფრო აქტიური კავშირები აქვთ, ვიდრე გერმანიასთან ან ფინეთთან. ლატვია და ლიეტუვა მაგალითად ფინეთს უფრო ნაკლებ სამრეწველო პროდუქციას აწვდის, ვიდრე რუსეთს. გამოდის, რომ მათი მთავარი გასაღების ბაზარი რუსეთია. საერთო ჯამში ბალტიისპირეთის 3 ქვეყნისთვის 2003-2013 წლებში რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 5.7-ჯერ, ხოლო გერმანიასა და ფინეთში მხოლოდ 2.2-ჯერ. ბალტიის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესი სწორედ რუსეთის ხარჯზე ვითარდება. მეწარმეები იქ იაფად ყიდულობენ სამრეწველო პროდუქტს და დამატებით მოგებას იღებენ. ევროპულ ბაზარზე შესვლა ბალტიის ქვეყნებს უჭირთ. იქ კონკურენციაც ძალიან მაღალია და სივრცეც უკვე დაკავებული. ამიტომაც ორიენტაციას ისევ რუსეთზე აკეთებენ. 2012 წელს კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ახალმა ხელისუფლებამ თქვა, რომ ის აპირებს საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვას. და კონფლიქტიც მაშინვე ჩნდება. ბალტიის ქვეყნებისთვის ქართული ოცნება მიუღებელი ხდება. იმდენად, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის ლობირებას განაგრძობენ და საქართველოში ხელისუფლების შეცვლის პროცესშიც აქტიურად ერთვებიან. ისევე როგორც ადრე, 2003 წელს იყვნენ ჩართულნი. რა თქმა უნდა, თავის რეალურ მიზნებს და ამოცანებს ვერ გაამხელენ. ამიტომ იძულებულნი არიან თქვან, თითქოს საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია. როგორც კი რუსეთის მიმართულებით მუდმივი სკანდალები და დაძაბულობა ჩაცხრა, ქართული ეკონომიკა ამოიქოქა და ომის განმეორების რისკმა იკლო. ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა შეშფოთდა. სააკაშვილის ომის რიტორიკა მოსწონდათ და ტაშს უკრავდნენ. ქართული ოცნების სამშვიდობო გეგმები გააპროტესტეს. 2021 წლის გაზაფხულზე თბილისში ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ჟიგიმანტას პავილიონისი ჩამოვიდა. მოურიდებლად ჩაერია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონფლიქტში. რა თქმა უნდა, რადიკალების სასარგებლოდ. მანამდე 2021 წლის 18 თებერვალს ლიეტუვის ელჩი პირველი დიპლომატი იყო, ვინც ნაციონალური მოძრაობის ოფისში მაშინ მივიდა, როცა არ იყო გამორიცხული შენობაში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად. ოპოზიციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა ბალტიის ქვეყნებიდან გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. დაგმეს LGBT პროპაგანდის აკრძალვა. არ აღიარეს 26 ოქტომბრის არჩევნები. ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ეს საკანონმდებლო აქტი ეწინააღმდეგება თბილისის ვალდებულებებს ევროკავშირის წინაშე და შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებზე. ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ შეესაბამება დასავლური საზოგადოების ნორმებსა და ღირებულებებს. 2024 წელს გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად საქართველოში გერმანელი და ლიტველი დეპუტატები მიხაილ როთი და ჟიგიმანტას პავილიონისი ჩამოვიდნენ. მათ ევროდეპუტატებისგან შემდგარი კიდევ ერთი დელეგაცია მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლება მათ არც კი შეხვდა. ხალხმა კი ყურადღება არ მიაქცია. ვილნიუსი ამ წარუმატებლობის შემდეგაც ვერ დამშვიდდა. ამჯერად დელეგაცია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებით დაკომპლექტდა. ეს დელეგაცია ზურაბიშვილმა მიიღო. ისინი აქციაზე გავიდნენ და ხალხს გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება ურჩიეს.
თუმცა რჩევა ხალხმა არ მიიღო. თბილისის ქუჩებში მათ მიმართ დაინტერესებაც კი არ გამოხატეს. ქართული ოცნების სამშვიდობო პოლიტიკა მათ ინტერესებში არ შედის. ისინი რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. თუმცა ფრონტის ხაზის გახსნა საქართველოში და უკრაინაში უნდათ. კიევი ომში ჩაითრიეს კიდეც. ანკარაში გაფორმებული მოლაპარაკებები თეთრი სახლისა და ლონდონის მოთხოვნით, რომ არ გაეუქმებინათ, ომის კატასტროფას თავიდან აიცილებდნენ. მაგრამ ბალტიის ქვეყნებმა მაშინაც გლობალური ომის პარტიის ინტერესები დაიცვეს. არადა თავად ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევენ და საკუთარ ეკონომიკას ავითარებენ. ამისთვის კი არც ელექტრომატარებლებზე ამბობენ უარს, არც იმპორტზე და არც ექსპორტზე. რუსულ ბაზარზე დღემდე შედის კონიაკი. ლატვიური კომპანიების ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსულ ბაზარზე ხელშეკრულებების შეწყვეტა ხანგრძლივი და რთული პროცესია. დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვეჩხუბებიან, ბაზარი ჩაკეტეთ, ვაჭრობა გააჩერეთ, ომში ჩაერთეთო. თავად კი ეროვნულ ინტერესებს ატარებენ. პრაგმატული პოლიტიკა მიჰყავთ. ქვეყანას და ხალხს უფრთხილდებიან. პატარა ქვეყნები არიან და რისკის ფუფუნება რომ არა აქვთ იციან. საქართველო და უკრაინა კი აინტერესებთ როგორც ტერიტორია და რუსეთთან ირიბად დაპირისპირების ყველაზე ეფექტური შანსი. ქართულმა ოცნებამ მათ სწორედ ეს შანსი გამოაცალა ხელიდან. ამიტომაც არიან ასეთი აგრესიულები. ამიტომაც ცდილობენ ქართული ოცნების მოშორებას. ლიეტუვა და ესტონეთი დღეს სრულად არიან Deep State-ისა და გლობალური ომის პარტიის პოლიტიკის გამტარებლები. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ახლო პერიოდში კიდევ რაიმე მსგავსი არაადეკვატური და რადიკალური ოპოზიციისთვის მხარდამჭერი ქმედება ვნახოთ. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე გვაქვს ერთიან სცენართან, სადაც ყველა მარიონეტი თავის ფუნქციას ასრულებს, გინდ ქვეყნის შიგნით და გინდ ქვეყნის გარეთ. მიზანი კი ამერიკული Deep State-ისა და გლობალური ომის პარტიის პოლიტიკის გატარებაა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.